Как шею? Ну смотри, когда идет кому? Кому? Я слушаю, ты как нашел? Мерочи да нам викали гаму. Рато бочу пайна ден преказнет моди. Рато бочу. Ауэр майга мерс миндо. ეს პირველი არხი დამიძრა რა. აბარა დალაგდება ეს ახლა პირველი გრაფები. ყველაფერი დალაგდება, აგრესია მომდიხარ ჩვენ რა. Ну, давай. Давай, давай. Care dairul de cam mult mai. Nica hașeu de izela. Hașeu. Mă, ia halmis mărim băriu. Zibzan, da. Ikide, ukașo, dukan dair. Șiro, xalqa gaier. Axanezo vor vergadi. Davaydi. That's all. That's all. Come here. Televizyon. Hayır. Akvara davidi. გაგვიგეთ ეს რო ვიაროთ რა. ჟურნალისტები გაგვიშვით. უგასად გამატა მე ესე გავა.
თქვენ ჟურნალისტი ხართ, ქალბატონი, ერთი ჟურნალისტი აი ქალბატონი ასუხართ, კარებში დგას ხარი, საქმეთა დალაპარაკება უნდა თქვენ ხართ. ქალბატონო ხანა გასწორეთ ამის რო აქციაზე გამოდიოდა. დედა აქციით და ცოტა 27 მაისს. შეიძლება მოხალხეები კახაში ვარ მერი დედას გაუმართ. დედა დიოს კახაშევერდენს დედა ვარ. გაიხარე ხარდენ გაი. არში მიშვის. მაი რა უკა. აი გაიგეთ. ხო გაიგეთ. კახაშევერდენს დედას გამოვარჯოს. დიო საგანელიძის უნაში მოვიდა ვერანაირად შეგიმაშიგე დაითუ შეგეძლეთ როგორ ვიღაცა საგანელის დათო საგანი ცენტრალური შტაბის განყოფილება აუცილებლად შეგვეცით მიხარ ის წარმატება გქონებოდა. აი მე აი მე რომ ვიღავი ჩემი ნომერიც წერია იქ და ვიქტორს ნახავს აუ 15 წამი გქონდა და უკაცრავად რა ქალბატონი მოდიში ეთერში ვარ აი 2 წუთი მაცალე ზუსტად აი აქ დაელოდები აი 2 წუთი უკაცრავად გამოიწვით ქალბატონი რა ყველა ელაბორატი აი ასა გამარჯობა როგორ იცი დაშენ მოხვით არა ისე დიახ, თუმცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა და სულთათა ხმის წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა წიგნი, რომელიც ამ წუთებში ჩამწკრივად იყოფება და შეგვიძლია მას პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. ქალბატონ თეატრ შეიძლება რომ გითხრათ პირველი ნაბიჯები რასაც მოგიგმოთ, მას შემდეგ რაც მიბრძანდებით სამინისტროში და ზუსტად განსაზღვროთ ვიცი იყო, როდის მიყოთ პირველად სამინისტროში. ჩემი წილის სამინისტროში მისვლა გადაწყვეტა. აი სამშობლოში არ მომიგოჩი პირველი მართალი რომ აგეც აი რა სეცგულია იმის მიხედვით რომ ორი წუთი მუშაობს მუშაობს მე ამავე ჩვენ ხანმოვიდოდ დავუკვირდით ამავე პროცესები რომელიც მნიშვნელოვანია სიტუაციის განვითარებაში. მე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან დავალება რომ შევიწყო იმ კონცეფციის ჩამოყალიბებას ხელი რაღაცაც ქვია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სამართლებრივი სისტემის შექმნა მოქალაქეებში აღვადგინოთ ნაბიჯ სამართლიანობა ყველამ დაიბრუნოს ისაც დაკარგეთ მას თავისუფლება გარღვეული უფლებები თუ სხვა და აგრეთვე შევქმნათ სისტემა მათ შორის სასამართლო რომელიც გაუჩენს მოქალაქეებს სამართლიანობის გაცნას. ეს დავალება მოხდა მიღებული და ამ დავალების შესრულებას მომიდა რომ განჩინოს. კიდევ ერთი კომენტარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით და თანამშრომლებთან დაკავშირებით რომლებიც ამ ეტაპზე მუშაობენ.